ეს ფოტოები გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც ყველას ალექსანდრე წუწუნავას 2025 წელს 100 წლის წინ გადაღებული ფილმი გაგვახსენა. ვინ არის დამნაშავე? ეს კითხვა ამ შემთხვევაშიც აქტუალურია. ცოტა ხნის წინ გურიაში მატარებელი ბავშვს დაიჯახა, რომელიც ახლა მძიმე მდგომარეობაშია ქუთაისის კლინიკაში. გუშინ კი მარნეულში მატარებელმა უკვე ცხვრის ფარა გაიტანა. დაიხოცა ათეულობით 40-მდე ცხოველი. ცხვრის შემთხვევაში ყველაფერი მარტივად აიხსნა: წყემსის დაუდევრობა და ჯარიმა. ამით დაიხურა ამბავი. როგორც წესი, პასუხისმგებლობა ისევ ყველაზე დაბალ რგოლზე წყემსზე გადავიდა, რომელიც ადმინისტრაციული წესით დააჯარიმე. მართალია, პასუხისმგებლობა იწყება იქ, სადაც წესები ირღვევა. რკინიგზის უსაფრთხოების წესები კი ამბობს, რომ პირუტყვი არ უნდა იყოს უმეთვალყურეოდ, არ უნდა მოხვდეს ლიანდაგზე დაუშვებელ ადგილას და გადაადგილება უნდა ხდებოდეს კონტროლით, ანუ პირველ რიგში პასუხისმგებელი ადამიანია. მაგრამ ეს მხოლოდ ამბის ნახევარია. 2025 წელს სარკინიგზო სისტემაში დაფიქსირდა ათეულობით ინციდენტი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ადამიანის დაზიანებითა და გარდაცვალებითაც დასრულდა. ანუ პრობლემა ერთჯერადი არ გახლავთ. ინციდენტები სისტემატურად ხდება. პარალელურად სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ გუშინ გვამცნო, რომ საქართველოს რკინიგზას უსაფრთხოების ავტორიზაცია და სერტიფიკატი მიანიჭა. ეს ჩვენთვის მოქალაქეებისთვის უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ქვეყანაში მოქმედებს რკინიგზის უსაფრთხოების მართვის სისტემა. კომპანიების უსაფრთხოების ავტორიზაცია და სერტიფიცირება უნდა უზრუნველყოფდეს რისკების იდენტიფიცირებას და პრევენციას. მაგრამ რეალობა სხვა რამეს გვეუბნება. ფაქტია, რომ გარემო უსაფრთხო არ გამხდარა არც ადამიანისთვის, არც სოფლისთვის, არც პირუტყვისთვის. როცა ლიანდაგი მიუყვება დასახლებულ პუნქტებს ღია სივრცეში ჯებირების გარეშე, კონტროლის სუსტ მექანიზმებში ძნელი სათქმელია, რომ სარკინიგზო უსაფრთხოების სისტემა რამენაირად მუშაობს. რატომ არ შეიცვალა არაფერი მაშინ, როცა სახეზე იყო წინასწარ ცნობილი რისკი, რომელიც მართვადი არ იყო? ეს ხომ ცალსახად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს რკინიგზა სახელმწიფოს საკუთრებაშია. გამოდის, რომ სისტემა უბრალოდ ელოდება შეცდომას. შემდეგ კი მარტივად პოულობს დამნაშავეს, ყველაზე მარტივს, ახლომყოფს, დაბალ რგოლს. ნამდვილი დამნაშავის ძიებით თავს არ იწუხებს. თანაც ასეთი ინციდენტები ხშირად ხდება. ლიანდაგებზე მატარებლით ხან ადამიანები იღუპებიან და ხან ცხოველები. ხომ ფაქტია, რომ ეს უკვე აღარ არის ერთი ადამიანის შეცდომა, ეს არის სისტემური პრობლემების ჯაჭვი. და სწორედ აქ ბრუნდება ის კითხვა, რომელიც 100 წლის წინ რეჟისორმა წუწუნავამ დაგვისვა ფილმში, ვინ არის დამნაშავე. მომხდარი ერთი ადამიანის ბრალი კი არ არის, ეს არის უსაფრთხოების კონტროლის სისუსტე, ინფრასტრუქტურის დაუცველობა, პასუხისმგებლობის არასწორი გადანაწილება და უყურადღებობა, როცა ცნობილ რისკზე რეაგირება დროულად არ ხდება, გვიანდება. ცოტა ეკონომიკურ მხარეზეც მინდა დაგაფიქროთ. მეცხვარე ფერმერისთვის 40-მდე ცხოველის დაკარგვა მხოლოდ ერთჯერადი ზარალი არ არის. დღევანდელი ფასებით ერთი ცხვრის საშუალო ღირებულება 300-500 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ საერთო ზარალი შეიძლება 10.000 ლარს აღწევდეს, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. ფერმერი კარგავს სამომავლო შემოსავალსაც, გამრავლების რესურსს და ხშირად წლების განმავლობაში დაგროვებულ შრომას. და ამ ზარალზე, როგორც წესი, პასუხისმგებლობას არავინ იღებს. მაგრამ როცა საქმე უკვე ადამიანს ეხება, როცა ადამიანი ზიანდება, სახე ჩრდება ან სიცოცხლეს კარგავს, ეს არის ტრაგედია, რომელსაც ვერანაირი ჯარიმა და ვერანაირი კომპენსაცია ვერ ანაზღაურებს. ამიტომ, სანამ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს სრულად ჩვენთვის, ისევ ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ და უნდა ვიყოთ ფრთხილად. საფრთხის თავიდან აცილება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც ხდება. სიფრთხილე, ყურადღება და ელემენტარული უსაფრთხოების დაცვა გახლავთ ის მინიმუმი, რომელიც დღეს თავად უნდა გავაკეთოთ, რადგან შეცდომის ფასი ხშირად გამოუსწორებელი და საბედის წეროა.